თუ ხართ ფიზიკური პირი და საცხოვრებელი მიზნით აქირავებთ საცხოვრებელ ფართს ფიზიკურ პირზე, მაშინ ეს ვიდეო თქვენთვისაა. ფიზიკური პირი, რომელიც საცხოვრებელ ფართს აქირავებს ფიზიკურ პირზე, საცხოვრებელი მიზნით და მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს. იბეგრება საშემოსავლო გადასახადის არა 20%-იანი, არამედ 5%-იანი განაკვეთით. აღნიშნულის თაობაზე ფიზიკური პირი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს განცხადებას საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის თაობაზე. განცხადების წარდგენის მიზნით საჭიროა შეხვიდეთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და გახსნათ თქვენი ელექტრონული გვერდი. ელექტრონულ გვერდზე შესასვლელად დააწექით ღილაკს სისტემაში შესვლა. შეიყვანეთ მომხმარებელი, პაროლი და დააწექით ღილაკს ავტორიზაცია. ელექტრონულ გვერდზე შესვლის შემდეგ შეგიძლიათ სწრაფი ძებნის საშუალებით გახსნათ აპლიკაცია განცხადებები. გამოტანილ ჩანართში დააწექით ღილაკს ახალი განცხადების რეგისტრაცია. საძიებო ველში ჩაწერეთ სიტყვა საცხოვრებელი და აირჩიეთ განცხადება საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანა. განცხადების შევსებამდე გთხოვთ გაეცნოთ საინფორმაციო ველს, საიდანაც შეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრში მონაცემების შეტანის, შეღავათით სარგებლობის და დაბეგრის წესის შესახებ. განცხადების გრაფები შეავსეთ დასახელების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ გაეცნოთ დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც განცხადებაზეა მიმაგრებული. შევსების დასრულების შემდეგ დააწექით ღილაკს გაგზავნა. საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენისა და გადასახადის გადახდის ბოლო ვადაა ყოველი წლის 31 მარტი. დეკლარაციაში უნდა ასახოთ გასული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლების დაუშვათ 12,000 ლარის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, ფართი ქირავდებოდა სრული თუ არასრული კალენდარული წლის განმავლობაში. ამასთან დეკლარაციის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, მიღებული შემოსავლის 5% უნდა გადაიხადოთ ასევე 31 მარტის ჩათვლით. გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში თუ დეკლარაციის წარდგენის ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია მომდევნო სამუშაო დღის ჩათვლით. საცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი უნდა ასახოთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის მესამე ნაწილის მე-15 გრაფაში და ასევე B დანართის მე-4 გრაფაში. დანარჩენი გრაფები შეავსეთ მოცემული მაგალითის შესაბამისად. ამასთან ყურადღება მიაქციეთ, რომ მე-7 გრაფა ივსება სისტემის მიერ ავტომატურად, მას შემდეგ რაც შეავსებთ მე-6 გრაფას. ხოლო მე-8 გრაფაში უნდა ასახოთ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დასახელება გაქირავებული ფართის მისამართის შესაბამისად, მაგალითად თბილისი. გრაფების შევსების შემდეგ დააწექით დამატების ღილაკს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, დეკლარაციის გასაგზავნად აუცილებელია შეავსოთ დანართი D სესხების აღრიცხვა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არ გიფიქსირდებათ ამ დანართით მოთხოვნილი ინფორმაცია, გთხოვთ გააკეთოთ შესაბამისი მონიშვნა. გაითვალისწინეთ, რომ უფლებამოსილი ხართ ისარგებლოთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82 მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათებით. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ ფიზიკური პირის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა ფართის გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავლის ჩათვლით გადააჭარბებს 100,000 ლარს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165 მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირი ვალდებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით მიმართოს შემოსავლების სამსახურს. ხოლო საცხოვრებელი სახლის გარდა ბინისა, საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შემთხვევაში ფიზიკურ პირს უუქმდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება და წარმოექმნება მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება. შემოსავლების სამსახური გისურვებთ წარმატებას.